ეს კანონი რა თქმა უნდა არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს კანონმდებლობის ანალოგი ნამდვილად არ არის. მეტიც მე ვიტყოდი რომ აქამდე რომ საუბრობდით ხოლმე რომ მაგალითად რუსული კანონის ანალოგი იყო ეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი ან თუნდაც შემდგომ ამერიკული ფარა გადმოთარგმნეს პირდაპირ რომელსაც სინამდვილეში რუსული კონტექსტი ჰქონდა და ასე ვთქვათ შინაარსი რუსული ჰქონდა ან შემდგომ ანუ აზერბაიჯანულის ანალოგი კანონი რომ მიიღეს ანუ რაღაცა ჰიბრიდი შექმნეს ესეთი შეაჯვარეს რამდენიმე სახის რამდენიმე სადმე რამე უბედურება იყო სადაც რამე უბედურება ერთად მოუყარეს თავი ყველაფერს ერთად მოუყარეს თავი მაგრამ ყველა საინტერესო რა არის რომ აი აქამდე დღევანდელ მომენტამდე აი ეს მთელი არადემოკრატიული კანონების ეს წება რაც რამე არსებობდა და რუსული სულისკვეთებით გამსჭვალული იყო და მიიღო ქართულმა ოცნებამ ეს კიდევ საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, როგორც მათ თვითონ განმარტეს და აღმოჩნდა ის, რომ უკვე მოუწიათ აი ამ რაღაცა ჰიბრიდზე კიდევ ახლის დაშენება, რომელიც ანუ აი დღეს რასაც ვკითხულობთ პრინციპში ერთგვარი ანალოგები შეიძლება მაგალითად ისევ მოუძებნოთ თუნდაც რუსულ ან აზერბაიჯანულ კანონმდებლობასთან, მაგრამ ეს უფრო ბევრად შორს მიდის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს უკვე აღარ არის არც ერთი სხვა ქვეყნის კანონმდებლობის ანალოგი. რუსებსაც აჯობეს, რუსეთის ფედერაციასაც აჯობეს, აზერბაიჯანს საჯობეს და არ ვიცი სხვა ნებისმიერ არადემოკრატიულ სახელმწიფოს რომელსაც მსგავსი ტიპის კანონმდებლობა აქვს ქართულმა ოცნებამ უკვე დიდი ხანია გაუსწრო და აი ამ ბოლო ინიცირებული ცვლილებებითაც რა თქმა უნდა გაუსწრებს კიდევაც. ეს ცვლილებები ნიკა მე მესმის რომ აი ყველა დეტალის გაცნობის საშუალებაც კი არ იყო, იმიტომ რომ დღეს საღამოს გამოაცხადეს ამის თაობაზე, მაგრამ თუ შეგიძლიათ აი ძირითად თემებზე გავამახვილოთ ყურადღება, რა ტიპის ახალშემზღუდავი მექანიზმებს აწესებს ეს და თვისობრივად რითი განსხვავდება იმისგან, რაც უკვე გქონდა არსებული შემზღუდავი რეპრესიული კანონმდებლობის სახით. აქამდე არსებული კანონმდებლობა არ კრძალავდა ასე ანუ თავდაპირველად მოდი ცოტა ისტორიულ კონტექსტში შევხედოთ ქართულმა ოცნებამ თქვა რომ ჩვენ არავის დაფინანსების მიღებას არ ვუკრძალოთ პირველად რუსულ კანონს რომ იღებდნენ ჩვენ გვინდა მხოლოდ ის რომ გამჭვირვალობა შემოვიტანოთ გამჭვირვალობის შემდეგ მიიღეს უკვე ფარა ამერიკული ფარას პირდაპირ თარგმანი სადაც ასევე ამბობდნენ არა ჩვენ არავის არაფერს არ ვუკრძალოთ უბრალოდ ანუ უნდა დარეგისტრიროთ რეესტრში მაგრამ ამას სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა მოაყოლეს ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის განუხორციელებლობის გამო. შემდეგ ტყუილს რომ მოკლე ფეხები ჰქონდა ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა გრანტების შესახებ კანონში, სადაც პირდაპირ თქვეს რომ ჩვენი თანხმობის გარეშე გრანტს ვეღარ მიიღებთ. მაგრამ დავინახეთ რომ რეალურად ეს თანხმობაზე კი არ იყო დამოკიდებული, მათ მართლა რაღაც თანხმობის გაცემა კი არ უნდათ, არამედ უბრალოდ არასასურველი ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტა უნდათ. მათ უნდათ ის რომ ადამიანებს დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე აღარ ემუშაოთ, მათ უნდათ ის რომ მედიას აღარ გაეშუქებინა სიახლეები. ანუ რეალურად ეს ცვლილებები იმას გულისხმობს რომ არ ვიცი გვიყურებენ ადამიანები და თქვენ საქართველოს მოქალაქეებო ვეღარ შეძლებთ იურიდიული დახმარების უფასოდ მიღებას, ვეღარ შეძლებთ სამედიცინო სერვისების უფასოდ მიღებას, ვეღარ შეძლებთ, არ ვიცი, სხვა ნებისმიერი დახმარების, საზღვარგარეთიდან წამოსული დახმარების უფასოდ მიღებას, რომელსაც თქვენ უფასოს ეძახდით, ხომ? ვეღარ შეძლებთ. ერთ დღესაც რომ თქვენ გაგიჭირდებათ და არ ვიცი, ოჯახის წევრს მოგიკლავენ ან პირადად გაგისწორდებიან, მედია ვეღარ მოვა და ვეღარ გააშუქებს. დამოუკიდებელი მედიები ვეღარ გააშუქებენ. სამთავრობო მედია კიდევ ცენზურის ქვეშ მოაქცევს ამ ყველაფერს. რეალურად ქართული ოცნება კრძალავს ნებისმიერ დამოუკიდებელ ფულს. საბოლოო მიზანი არის აი ეს, რომ ჩვენ თუ შევხედოთ აი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიიღეს. პრინციპში ამას თვითონაც აღიარებენ, რომ რაც არ უნდა დაეწერათ ეს კანონები სხვადასხვა გზებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მაინც რჩებოდათ. მათ უნდათ რომ ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც უცხოეთიდან წამოვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში ადამიანების დამოუკიდებლად მუშაობას, ცენზურისგან თავისუფალ ფუნქციონირებას ეს ფული უნდათ რომ შეზღუდონ. ნახეთ, ამ ქვეყანაში გვაქვს ან სახელმწიფოს ფული, უხეშად რო ვთქვათ, რომელსაც პირდაპირ ივანიშვილის გუნდი აკონტროლებს, ხო? მართალია ამ გადასახადებს ჩვენ ვხვდით, მაგრამ ქართული ოცნება აკონტროლებს ამ ფულს და ვისაც უნდათ მისცემენ, ვისაც უნდათ არ მისცემენ, მათი ცენზურის ქვეშ არის. არის ბიზნესის ფული. ბიზნესს ისედაც სხვადასხვა ინსტრუმენტებით აკონტროლებენ და ბიზნესზე ზეწოლის ინსტრუმენტები მათ გააჩნიათ. ეს ბოლო ცვლილებები, რასაც იღებენ და პირდაპირ სამართალდარღვევათა კოდექსში რასაც წერენ, რომ
ბიზნესის უხმას უნდა გავიმეორო და წავიკითხო, იმიტომ რომ ცოტა რთულია, თუნდაც საკუთარ თვალებს დაუჯერო, მაგრამ მაინც ჯობია რომ საკუთარ თვალებს დაუჯერო და მაყურებელმა კიდევ ერთხელ მოусმინეს. მეწარმე თუ ისეთ საჯარო პოლიტიკური აქტივობას განახორციელებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, 20,000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში 40,000 ლარით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს პოლიტიკაზე საუბარს უკრძალავენ. და პირდაპირ ეუბნებიან, რომ პოლიტიკაზე თუ ხმას ამოიღებ, შენს ანუ გაიზიარებ იმ ბედს, თლად იგივე ბედი არ არის, რაც სამოქალაქო სექტორის შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ესეთი სუბუქი ნაბიჯებით დაიწყეს, ხო? ანუ ეუბნებიან შენს დაგსჯი თუ ხმას ამოიღებ პოლიტიკაზე. ანუ ქართული ოცნება ყველანაირ ფულს აკონტროლებს ამ ქვეყანაში, როგორც ბიზნესის ფულს, ასევე აკონტროლებენ სახელმწიფო ფულსაც. ერთადერთი დამოუკიდებელი ფული, რომელიც რეალურად დღეს არსებობდა ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ არსებობს, ეს არის უცხოეთიდან წამოსული ფული, რომელიც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად იფიქრონ, იაზრონონ და იარსებონ ყოველგვარი რაღაცა ქართული ოცნებისგან კონტროლირებული ფულის მიღმა, ხო? ამიტომ ნებისმიერ სივრცეს, სადაც დაინახეს, რომ თავისუფლება ჯერ კიდევ არსებობდა აი ამ ფულის მიღების, ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს არის უცხოეთიდან წამოსული ფული და შესაბამისად უცხოელები აკონტროლებენ, მათი აგენტები არიან ეს ადამიანები, უცხოეთის, ასე ვთქვათ, დავალებებს ასრულებენ. რეალურად ეს პირიქით არის. ანუ ქართულ ოცნებას უნდა რომ ნებისმიერი ფული შეზღუდოს, რომელიც ადამიანების დამოუკიდებლობის გარანტი იქნება ამ ქვეყანაში და ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად შეძლებენ ადამიანები არსებობას და თავისი საქმიანობის განხორციელებას. აი ამის შეზღუდვა უნდათ და რეალურად ის სივრცეები, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით პრინციპში სამოქალაქო სექტორისთვის თუ მედიისთვის არსებობდა, აი ამ ხრელების, როგორც თვითონ ეძახიან, აი ამ სივრცეების ამოქოლვას ცდილობენ იმას, რომ უბრალოდ ადამიანებმა ვეღარ მიიღონ ვერანაირი დაფინანსება. აქვე ჩვენ არ უნდა გამოგვჩეს ისიც, რომ ცდილობენ მაქსიმალურად გაკონტროლებას დამოუკიდებელი ფულის, იმისთვის რომ ადამიანებმა ეს დაფინანსება ვეღარ მიიღონ. ამავდროულად კრძალავენ იმას, რომ მაგალითად პოლიტიკოსები, ვინც უცხოეთში წავიდნენ და პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეგრძალება მას, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა ან 20% იმ ორგანიზაციაში იყო უცხოეთიდან დაფინანსებული. კი ბატონო, პარტიულ საქმიანობას კი ბატონო, ესეც რუსული კანონმდებლობის ანალოგია არის. ანუ ქართული ოცნება ამ დროს მხოლოდ გამჭვირვალობისთვის კეთდება. ჩვენ ხედავთ უკვე აქამდეც დავინახეთ და ახლაც ხედავთ, რომ პასიურ საარჩევნო უფლებას ზღუდავენ, რა თქმა უნდა, გაუმართლებლად. ეს პირდაპირ რუსული კანონიდან არის, რუსული აგენტების კანონიდან არის გადმოწერილი. საიდან მოიფიქრეს ეს? თუ არა პირდაპირ რუსული კანონიდან, ხომ? ესეც ქართული კანონი არის, როგორც ამას ამბობენ. ანუ ნებისმიერი აი ის შეზღუდვები, რაც ქართულ ოცნებას ახლად და ახლა შემოაქვს, ეს არის წმინდად რუსული სულისკვეთებით გამსჭვალული. თუნდაც კიდევ ერთი აი უბრალოდ ამ მარგალიტებს ვარჩევ ახლა და ისედაც მეგონა რომ ბევრი ტექსტი მივაწოდე მაყურებელს რომ არ გადამეტვირთვა, მაგრამ აქ კიდევ სხვა მარგალიტებიც არის. ოცნება გრანტის განმარტებას აფართოვებს, გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი პირისთვის გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე ან საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოხდენას. ანუ ნებისმიერი გადარიცხვა, ნებისმიერი თანხის მიწოდება ადამიანისათვის, იმ ადამიანისათვის, რომლის აქტივობა პროფესიული ან თუნდაც პოლიტიკური შეიძლება იყოს კავშირში სახელისუფლების პოლიტიკაზე ზეგავლენასთან, შეიძლება მოიქცეს ამ დეფინიციის ქვეშ. კი ბატონო. აქ ძალიან მარტივად რომ აი მაგალითად უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები ოჯახის წევრების აი ოჯახის წევრებმა მაგალითად ემიგრანტმა ოჯახის წევრებმა ემიგრანტებს ხომ უკვე აქ ამ ქვეყანაში ადამიანებად აღარ თვლიან და ამ ქვეყნის მოქალაქეობა ფაქტობრივად ჩამოართვეს, მაგრამ ამავდროულად ისინი ასე ვთქვათ ისაც ფარას კანონმდებლობით უცხოურ პრინციპალებად მიიჩნევიან უკვე და აი ამ კანონით მივიღეთ რა, ანუ აქამდე რასაც შეფარვით ამბობდა ხოლმე ქართული ოცნების კონტროლირებული ორგანოები, რომ თუ შენ მიიღებ უცხოეთიდან ფულს და პოტენციურად ამას გამოიყენებ პოლიტიკური აქტივობისთვის, ან მაგალითად გამოხვალ და აქციაზე დადგები, ანუ შენ თუ სარგებელს ან საზრდოობ, არ ვიცი, რაღაცა ხელფასს იღებ, ნებისმიერ თანხას, არ ვიცი, შეიძლება უცხოეთში კომერციული საქმიანობა განახორციელო, შემდეგ არ ვიცი, უბრალოდ როგორც მოქალაქე გამოხვიდე და აქციაზე დადგე, რაღაცა გააპროტესტო, აი ამასაც კი აკრძალულ საქმიანობად ჩათვლიან, ამის გამო შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა დააწუნონ, ანუ ადამიანები, რომლებიც აქციაზე
აკციაზე გამოვლენ, ანუ ტროტუარზე დგომის გამო კი არ დაიჭერენ უკვე, ანუ ამ აბსურდამდე კი აღარ დავლენ. არამედ ეტყვიან რომ შენ რომ რაღაც თანხა მიიღე, ეს იყო გრანტი, ჩვენ ამას თulit გრანტად და შენ ეს გრანტი გამოიყენე იმისთვის რომ საღამოს რუსთაველზე გასულიყავი, დამდგარიყავი და გაგეპროტესტებინა, აი ამის გამო გიჭერთ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოგისჭით. აი ამას ნიშნავს ეს. ეს არ ნიშნავს მარტო რუსთაველზე აქტივობის დასჯა. არა მარტო რუსთაველზე, მასთან შემხებლობაში პირების. არამედ ნებისმიერი, ანუ აქ ის კი არ წერია რუსთაველზე გასულებთან, ვისაც აქვთ კონტაქტი ან რაღაცას დაეხმარენ. აქ წერია, ვისაც ხელისუფლების პოლიტიკაზე გავლენის მცდელობა ან სურვილი აქვს. ან პოლიტიკა არის განათლების პოლიტიკა, პოლიტიკაა ჯანდაცვის პოლიტიკა, პოლიტიკაა სოციალური პოლიტიკა, შრომით უფლებების დაცვის პოლიტიკა. პოლიტიკებზე გავლენის მოხდენა. ეხა იქ კირცხალია თუ არ ვშტები, ხო, ქართული ოცნების სახელით აი ამ საამაყო კანონს რო ანონსებდა, თქვა რომ რევოლუციიდან ქვეყნის გადარჩენის სურვილით არის ეს ნაკარნახები და ასე შემდეგ. ასეც რომ იყოს, ისეთი ფორმულირებებით არის ჩაწერილი, რომ ამაში ხდება ყველა ადამიანი, იმ დრო ყველა თავის სოციალურ ურთიერთობებში შემხებლობაში არის ადამიანებთან, თავადაც რო პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალური და სტერილური იყოს, რომლებსაც თავის მხრივ რაღაც სფეროსთან შეხება აქვთ. მაგალითისათვის, ხალხი რომელიც ახლა მაგალითად ბათუმში არის ეს ორი დღე შეკრებილი, უსახკაროები, სოციალურად შეჭირებულები, პრობლემური ადამიანები მოითხოვენ სოციალური საცხოვრისის სახით ბინების გადაცემას თურქი ბიზნესმენისგან ჩამორთმეული ბინები და ასე. მათთან კონტაქტი და უშუალოდ მათი ქმედებაც მოექცევა ასეთი დეფინიციის ქვეშ. ანუ ყველაფერი ექცევა აბსოლუტურად. ნებისმიერი სახის პოლიტიკური თუ სოციალური აქტივობა ექცევა ამ დეფინიციის ქვეშ. ან მაგალითად, სადმე, რა ვიცი, ოქსფორდში იქნება ეს, კემბრიჯში იქნება თუ სადმე პოლიტიკოსი, რომელსაც მიიწვევენ, წაიკითხავს ლექციას, გამოვა სიტყვით, დაუფინანსებენ ამის გამო, თუნდაც ფრენის და გადაადგილების თანხას და არა დაუშვათ თუნდაც ჰონორარს, ხო? ისიც მას აეგრძალება უბრალოდ პოლიტიკურ პარტიაში 6 თუ რამდენი წავიკითხე, რომ 6 წელი ესე იგი პარტიაში მონაწილეობის პარტიულობა, რაც ავტომატურად ნიშნავს ამათივე მიღებული კანონმდებლობით, რომ ვერცეთ საარჩევნო სიაში, ანუ აქტიური საარჩევნო ხმის უფლებით ვერ ისარგებლებს, ხო? კი, ფაქტობრივად პოლიტიკოსებს აეკრძალება, თუ ხეშად რომ თქვა, არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ან ქვეყანა არ დატოვონ, ან თუ დატოვებენ ქვეყანას მაგალითად არ ვიცი უცხოეთიდან დაფინანსებული წყაროთი, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ საქმიანობას ვეღარ განახორციელებენ. ანუ ეს არის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მორიგი ნაბიჯი. ხო, ანუ ჩვენ ვხედავდით იმას, რომ აი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში რაც ცვლილებები შეიტანეს, ამ ცვლილებებით ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად პარტიების აკრძალვა კი არა, პარტიული საქმიანობის და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იყო. ეს არის ახალი ნაბიჯი, პასიური საარჩევნო უფლების ისეთი დოზით შეზღუდვა არის, რომელიც რა თქმა უნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ფარგლებში ვერ მოექცევა, მაგრამ ეხლა ქართულ ოცნებას აღარც კონსტიტუცია ადარდებს და არც არანაირი ჩარჩოები. ფაქტობრივად აქ ნებისმიერი სახის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვას ცდილობენ, რომლითაც, ანუ ხმის ამოღებას კრძალავენ. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კრძალავენ იმას, რომ უბრალოდ არ გამოხატო განსხვავებული აზრი, არავის არ დაელაპარაკო, არავისთან არ მიხვიდე შენი პრობლემით. არავის არ უთხრა შენი პრობლემის შესახებ, ხმამაღლა არ ისაუბრო შენი პრობლემის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი, მაგალითად, აგერ რამდენიმე დღის წინ განაჩენი გამოუტანეს ჭიათურელ მაღაროელებს, ხო? იმისთვის, რომ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას ცდილობდნენ ეს ადამიანები. განაჩენი შეიძლება მაგალითად ამ ადამიანებს გამოუტანა იმის გამო, რომ შეიძლება ემიგრანტი ყავდეთ, ოჯახის წევრი და აქციაზე ვინმე თუ გამოვა, შეიძლება ისინი აგენტებად მიიჩნიონ და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ აი ამის გამო მიუსაჯონ, ხო? ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოკლის კანონი, ეს არის უბრალოდ ცენზურის და გამოხატვის თავისუფლების ყველანაირი ფორმით შეზღუდვის კანონი.